გურჯაანელებს მოლოდინი აქვთ, რომ 2025 წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მშვიდობა დაისადგურებს. მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. გქონდეს დიდი იმედი, რომ მომავალი წელი და 2025 წელი ჩვენთვის იქნება და უნდა იყოს აუცილებლად ერთობის, ერთსულოვნების, სიხარულის, სულიერი სიხარულის, მადლის მოხვეჭის, მადლით გამდიდრების, იმიტომ რომ მთავარი საზრუნავი ადამიანს არის, რომ მადლით გამდიდრდეს და უსიყვარულოდ მცხოვრები ადამიანი ვერასოდეს მადლით ვერ გამდიდრდება. ამიტომ ყველა დიდი თუ რაიმე მოსახვეჭი და მოსაპოვებელი გვაქვს, ჩვენ ეს არის სიყვარული, ერთმანეთის თანაგრძნობა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის სიყვარული და რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლოს, ღმერთის სამშობლოს და ადამიანის სიყვარული. გამწყდეს საქართველო, ყველას უხაროდეს აქ ცხოვრება, ხალხი აღარ გარბოდეს საქართველოდან, სხვა ქვეყნებში არ მიდიოდეს და აქ იმდენი რესურსები გაგოჩვენეთ ჩვენ საქართველოში, რომ თუ ადამიანებს დავასაქმებთ აქ ადგილზე, აუცილებლად მეტ პროდუქციას მივიღებ და აუცილებლად კარგად ვიცხოვროთ. იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრება წავა წინ. ვუსურვებ ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს პირველში გამთლიანებას. მშვიდობიანი გზით, მშვიდობას, ეკონომიკის გაძლიერებას, ყველა ოჯახში სითბოსი, ყვარული შესვლას, მრავალშვილიანობას, რაც გვიჭირს დემოგრაფიულ განვითარებას უსურვებ. რა ვიცი, კარგად მესახება ძალიან ყოველ შემთხვევაში კარგი კურსი გვაქვს აღებული, თუ ყველა ჩვენს საკეთებელს გავაკეთებთ, ვინც სადა ვართ, იმ საკეთებელს გავაკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი სურვილია რომ აი ყველა იყოს ტკბილად, ყველა იყოს ერთმანეთთან კარგად და ახალგაზრდები რომ იზრდებიან ამათმა დაინახონ თუ რა არის ერთობა, თუ რა არის სიკეთე და რა არის მართლა თავისუფლება, მაშინ იქნებიან თავისუფლები, როცა ერთმანეთთან კარგად იქნებიან. მინდა რომ მთელ დედამიწაზე იყოს მშვიდობა, ყველა ომი დაამთავრდეს, უკრაინაშიც, პალესტინაშიც, ყველგან, საქართველოშიც ეს არეულობა, აგრესია დაამთავრდეს, ქვეყანა დაწყნარდეს.